მე სამწუხაროდ დეტალებში მახსოვს ის ღამე, იქიდან გამომდინარე, რომ მეც და ჩემ ოჯახსაც დიდი უბედურება, ტკივილი და მთელ საქართველოს მოგვიტანა იმ ღამემ. მახსოვს, როცა 26 მაისის სასამართლოზე გახდით დაზარალებული სტატუსით. ერთ-ერთი ბრალდებული წამოხდა ფეხზე. გეგონება არაფერი დაუშავებიათ ისე და ესეთი რაღაც უთხრა მოსამართლეს. ესე დეტალებში როგორ ახსოვსო? ესო დადგმულიაო. და მე ვთხარი, მეც მივიღე მე სამწუხაროდ შენიშნა მოსამართლით ჯერ დაჯექი შენ ადგილას. რა გაძლევს იმის უფლებას, რომ ესეთი რაღაცა თქვა, დილით რო დგები, ამდენი წელი გავიდა. ყოველ დილით გაპარსვისას პირველი ჩემ ნაიარებს უყურებ, რომელიც მაშინ დამიტოვეს. მე გახდით აი აქ პარლამენტის წინ ტროტუარზე. ანუ ისე მივხვდა, რომ თემურლოგოა ჩემი ცოლის ძმა შუაში იდგა, ეს იყო დედაჩემის სურვილიც და ჩვენი სურვილიც ოჯახის წევრების რომ ხალხში ყოფილიყავით. არა სადღაც სცენაზე, არამედ ხალხში, იმიტომ რომ თუ მოხდებოდა უბედურება, რომ პირველი დარტყმა ჩვენც მიგვეღო ხალხთან ერთად. და რო წამოვიდა ეს ტყვიების წვიმა და ისეთი რაოდენობის გაზი იყო, რომ უკვე ცუდად ხედავდით, ცუდად სუნთქავდით. ტყვიები და ამ დროს მოხვდა მახსოვს კონდახი. პირველი როცა ქალბატონი მირბოდა ჩემცი და რაღაცა ეს ხელი გადაფარება მომიდომა, იქ ყველაფერი ინტუიტიურად ხდებოდა რა იმ მომენტში. წამების ამბავია. მოხვდა კონდახი დამაგდეს. მე ამას მოყვა რამდენიმე დარტყმა კიდევ და ხელბორკილები რო დამადეს იმის მერე სანამ უნივერმაღამდე, მაშინდელ უნივერმაღამდე მიმათრევდნენ, 6 ჯერ დამაწვინეს გზაში და 6 ჯერ გამლახეს. ანუ მარტო მე არა, იქ ყველა დაყრილები კადრებზედაც ჩანს, აი ესე ჯგუფურად ვეყარეთ მიწაზე და აი ესეთ ანალოგს მოვიყვან რა, მე მინდა რომ ახალგაზრდა თავობა მოусმინოს, ამას კარგად. მათ ცეკვა და ბატლები ძალიან გათავისებული აქვთ. და შტაბ-ეშტილება რჩებოდა, რომ 1-2 სპეცნაზელი შემოირბენდა ამ დაყრილ ადამიანების ჯგუფში, ან კონდახით, ან ეს იმით, რა ქვია, დუბინკა, ხო, ხელკეტით. რამდენიმეს დაარტყავდა თავში და სახის არეში, რო ყურადღება მიექცია თავიანთი ხელმძღვანელობის. ანუ ისეთი შტაბ-ეშტილება რჩებოდა, რომ უნდა თავი მოეწონებინა, რომ კარგი პრემია მიიღო. ეს მე მივხვდით მაგას. იმიტომ რომ საკვირველი იყო, რამდენიმე შემოირბენდა დაულიდა, ვისაც გადაწყვეტებოდა ან კონდახით, ან ხელკეტით. და მე 1-2 წუთი გაჩერდებოდნენ, მოვარდებოდა მეორე ნაწილი, წაგვათრევდნენ 1-20 მეტრით იქით, დაგვყრიდნენ ისევ, მეორე შემადგენლობა შემოირბედა, ანუ ჩაგვარტყავდნენ კონდახებს, ამ ხელკეტებს და ესე დაახლოებით 6 ჯერ იმ სიტყვებს და იმ მუქარებს აღარ ვიტყვი ხა აქ კომისიაზე რა მუქარებითაც ვიდიოდა, რა თქმა უნდა, რუსის მონებოდა თქვენ ესე და თქვენ ისე. და გადაგვიყვანდნენ და სადღაც აი უკვე უნივერმაღის წინ მე მაშინ ვერ მივხვდი და მე კადრებში გავიგე, იმიტომ რომ იმდენი სახის სხვადასხვა ფორმიანი სპეცრაზმი ირეოდა, რომ წარმოდგენა არ მქონდა იმ მომენტში რომელი გვცემდა, ხო? ეხლა იმ წამებში და თან მთლიანად დაბეჟილები ვიყავით, სისხლიანები, აქეთ წვიმა და იქით ეს იმხელა გაზი, რომ თვალებში ძლივს ვიყურებოდით. და მომხვდა რაღაც აი კაუჭი რო ჩაგარჭო სახეში. აღმოჩნდა მე რომ მე როგორც კადრებში ვნახე, ეს იყო დათაახალაიას სპეცრაზმი, სპეციალური შიპებიანი ხელთათმანები ეცვადათ. მე სახე გაგლეჯილი მქონდა. ცხოვრებულმა ტრისტან ფერაძემ ქირურგი იყო ეგეთი ძალიან ცნობილი ქირურგიის ინსტიტუტში, ვინც ოპერაცია გამიკეთა. მან თქვა რომ ეს არის გახრეტილიო, ტუჩი. ეს არ არის, ეს იყო გახრეტილი. ანუ ისეთი დარტყმა პროფესიონალური დარტყმა იყო. ანუ რაღაც გვერდული კი არა, მიზან მიმართული პროფესიონალი, რომელმაც გახრიტა. ტუჩი და ამან თან ესე იგი მთლიანად სისხლში ვიყავე, მაგრამ მიმანებეს თავი, იმდენად დასისხლიანებული. თქვენ ამ დროს